გამარჯობათ შუადღე მშვიდობის ტრადიციულად გაიქე გამოიქე ვიდეო გვაქვს ოღონდ ამ ვიდეოს საღამოს დავამთავრებ ალბათ საუთებელს არ მიაქციოთ ყურადღება ბევრი ვართ ოჯახში დავიღალე ახლა ნარკომანი ვითამაქეს ეხა თან ლაპარაკს უნდა მოვჩე და თან ჩავალაგო ესენი მინდა სამფეხა კი არა და შტატივი და ეს უნდა ჩავხდე შევი გარეთ გამოვიყენე, მაგრამ ჩავთა იყოს სანამ გავემზადე. ცოტა მოვლა ვიციო. კაი მუშა დღე მქონდა. ეხლა მივდივარ გადაღებაზე. როგორი ის არის სვეცკური სიტყვა გადაღება. ბავშვებს უნდა გადაუღო ისა და არის 2 წამით. ტელეფონი არ მჭირდება იმაში და 47 წუთია. უბრალოდ აქ იყოს რომ ხედავდე საათს, სხვა არაფერი 4 წუთია. 15 წუთზე უნდა გარეთ ვიყო. მაგას უნდა გავყვე. ხო და ესე გაიქე გამოიქეში. თან ვიჭორავთ და თან უცბად გავემზადები. ტრადიციულად მაცვია ჩემი კაბა, ანიჟება ვიცი და თან რო კომფორტულად ავარ, ისე კარგად მაცვია რომ რა იყოს ეს და ესენი. გამოვიღე სხვა რაღაცები და ისევ შევალაგე და ეს ჩავიცვი. რა უყვა ეგეთი ისამა აქვს, რომ აი გავრეცხავ ჩავიცვი. სხვები შეიძლება ხელი არ დავადო, მაგრამ სანამ რაღაცა ზედა შემომეხევა, სუზედ მაცვია. ოღონდ ვრეცხავ გეფიცები. თმები გავიგლიჯე ჩვეულები. აი სავარცხელში მივეცი 5 ლარი. მე იაფა სხვათა შორის და დიდად იმედებს ვერ ვამყარებდი. 2 ცალი ვიყიდე, 5 ცალი უნდა მეთქო. ერთი ჩემთვის, ერთი ნინოსთვის. იმიტომ რომ საერთო სავარცხელი გქონდა და ნინოსთანაც გავამართლა და ნინოსთანაც. აუ ეს უნდა მეკითხა ლიანასთვის. ბარბარე, ეს სად უნდა ვიყიდო? აი ლიანამ რო ის მომცა ტონალური. ძალიან მომეწონა, აი კარგად ვხმარობ რა და მინდა რომ 1-2 ცალი ვიყიდო ესეთი. ლიანას უნდა მეკითხა გუშინ და დამავიწყდა. აი ეს აი. გამომართვი რა. აუ აი კაც უნდა წავისვა. ნახე რა ძალიან ცუდად ამა. მართლა ნარკომანი ვითავე. ნახე რა დაფარო აქ. ნუ მთლად არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა ნაცემებს ვერ დაფარავს. დამცხა. მთელი ჭურჭელი დავრეცხე, იუბილის ჭურჭელი, ჭიქები დავრეცხე ბოლოს და ეგ ამაკ დასაბინავებელი. ჭხილები მქონდა, იცი როგორ დღეში ნაომარივით, ეგ გავიგეთ. მართალი უფერულ მანიკურის წასმა მინდოდა, მაგრამ ვეღარ ტრადიციულად ვერ ვასწრებ, მაგრამ არა უშვა. ოდენა ვისმევ ამას, რომ აი ეს მორბენალივით რო ვიყავი, ეს სიწითლე დამალოს. კი გავღიავდები ახლა, მაგრამ ჰაერზე რო გავა. მაგრამ მაინც. ეხა ცოტა ადრე მივდივარ, ცოტა რა სანამ ჩავალ ალბათ 20 წუთით ადრე. მაგრამ ეგ ადრე ჩასვლა არ არის. რაღაც პატარა კადრებს გამზადებულ ბავშვებს იმედია უკვე მოყვანილი ეყოლებათ. გადავუღებ, რომ თავში, ბოლოში და რაღაცა გაფორმების იმით დავურთო კადრებად. ერთი ის ლიანა მომცა და კიდევ საიდან გუშინო მეკითხა. ძალიან მაგარი ის აქ, აი არ არის მშრალი, კრემოვანია თან და არას აი ის რო იცის სახეზე დახეთქვა. ტონალურმა ჯერისაც არ ვისმევ ბევრს. აი ესე წაიშვი და გადაწი გადმოწი. რაც დაგრჩება ხელში. ისე ამდენი ხანი არ მაქვს ხოლმე. როდის ვიყავ 25-ში. პრინციპში ერთი კვირის წინ ვიყავი ექიმთან.
ძალიან მალე მიწევს ეხა მეორე დღეს და ეხა უნდა გავიკეთო როგორ ვიყარია. ესეც ესე. რაიმე ეს არ ჩამირთვია ხალხო ვერ მითხარით? რა მიშველება? მართლა რა მიშველება რომელია? 8 წუთი. არა ვასწრებ მართალია ეს ნასი რა ქვია მაგას ნარბენალი თუ რაღაცა ვარ თუ. მაგრამ მაინც ვასწრებ. აქ სადღაც პატარა საკითხი მქონდეს. ეს ჩემოჯრაში რომ ჩაიხედოთ მიყრით. ყველაფერი მიყრია. როგორ რასაც დავიღე იქ დავყარე. ეხა იქიდან ვამოვალ. როგორც წეგან ისავქენ დავაანონსე, დედა უნდა ამოვიდეს და საბრალდოდ ეთულიც. და შეიძლება ჩემი ძმისშვილებიც როგორ მოახერხებ. კატო და მარია. და იციან რომ სადღაც 3:30-დან ვიქნები სახლში და საჭმელი არ მიჭამია ისე სიმართლე რომ გითხრათ, ერთი ტორტის ნაჭერი გადავიკარი. საჭმელი არ მინდოდა. რომ მოვალ თუ მოვიდნენ ისინი. ერთად მივირთმევთ. მაშინ ცოტა ფერზე მოვიდე, თორე ძალიან გადაფიქრებული ვარ და გავიქცეთ. აბა ესა გამახსენეთ რამე ხო არ ამრჩება ტელეფონს წავიღებ და შტატივი მაქვს. დრონი მე არა მაქვს და არაფერი 1000 ჯერ დავდე ანგარიშ ნომერი და შორენა არ ჩამიგიცხა რომ დრონი მეყიდა. ეგისა ეგ წუწი ეგ. თვალში აბოვის ხალხო. მეურზე არ მინდა როდე. ზოგადად აი რაღაცას დიდი ფუნჯით უფრო კარგად ვაკეთებ. რაღა დაგიმალოთ და დავიღალე. მე სამაგიეროდ მიხარია რომ საქმეები თითქმის მორჩი რა. მართლა. შავი საქმეები რამდენიმე ქვაბი მაქვს გასახიღი მარტო. მე ხო იცი ლაინერის მგელი ვარ და ამიტომ ისა ლაინერის ეფექტს ვიკეთებ წერით. იმიტომ ლაინერი რო ავიღო ხა შეიძლება ვერ მოვასწრო ბანაობა ახლიდან ისეთი გავხდე. ამიტომ ვცდილობ რომ სხვა ფორმით წავლაინერო. ხა ის უნდა ჩავშალოთ. იგი არ იციან. ოიდერა. ხო, ეხლა ვეგანახებთ რა მინდა. უყურებთ ეხლა სად არის ტონალური. მე როგორ სუმა ვიცება და სხვანაირად ავხსნი. უნდა მაშტკამ გამასწროს. მისატლქანავს და მგონია რომ ისამა აქ. მოციმციმი არითმია. შავია ხალხო და იმის მაგირო თუ გავითეთ რომ გავიშოვე თვალე. აბა დადეკი. ადგომის თავი არა მაქვს ესე ავიღებ და ჩავიხედები სადღაცას ფანქარი მომედოს თვალის. ამის ორგანაიზერი ხო ვიყიდე. რო აი ქუნა მიმეკრა და ფანქრები ჩამელაგებინა მithumetes რაც ესეთი პაწაწინებია, მაგრამ აბა მივაკარი, ვერაფერს ვერ მივაკარი.
ერთხელ ჩემი ბიძაშვილი მოვიდა ჩემთან. ერთად ვიკრიბებოდით, არ ვიცი რატო რა ხდებოდა და ისეთი არ ინახვის ფერადი და რა იყო და არ ვეუბნებით. რა მოგევიდა გოგო იგავდა. გოგო რა ვიცი, ოთახშიო წავისიო, ცოტა ბნელოდაო და მე მეგონა რომ არ მეტყობოდაო. მზეზე რომ გამოვიდა ანათებდა რა. ანუ ოთახში რომ ლაითად წაისო ეგონა. ანათებდა ზეზე. იდაობანიდეთ. საათი ნახე რო გაილე. აბა დაინახე 15 წუთია. მიდი გუნიდე. აჰა. თუთმეტი წუთი არის. 14 უფრო სწორად. 15 წუთზე გამოვა, 16 წუთზე მე გავალ. გაიქცე. გაიქე მანადა ჩაყარი ყველაფერი რაც არის მინდა ესა. რომელია? 15 წუთია გამოვიდა. ღმერთო რა მეშველება არის ესა. მარშრუტი გამოვიდა და მე თმებს ვიკეთებ. ეხლა ამას წავიღებ თმის ამაგრისა და მაგ ხალათზე უკეთია სავარაუდოდ. აიმე. ვიცი. აი ზუსტად ვიცი და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ბანკეტაზეც ანალოგიურად წავალ. აი ესე. გიჟივით. აი დავდე ჩემი ის. აუ სად არის თმის ამაგრი ბარბარე? აი ვიპოვე. ჩანთა ავიღო. აჰა, ესე. წავედი. ტელეფონი ჩავდო. 16 წუთია რა გეშველება მანადა გავიქეცით. აბახი, წავედით. მიდით. ყველაფერი მიდევ. შტატივი მინდა და ტელეფონი. წავედი აბა თქვენიცით. პლოსტები მიალაგეთ რა და ეს ფეხსაცმელები. და შემიხედია მთლიანობაში სარკეში ყველაფერი კი მაცვია, მაგრამ ზეთხვ არ მაცვია ტანსაცმელი. წავედი. გავიქეცით. კაცო, ჩემი ფლოსტები სად არის? რაც სკოლაში წავედი და მოვალ ფლოსტებს ვერ ავპოულო. აი ეგ არის დიდი ბუზანკარი შებოსული, ახლა მას დავიჭერ და ვივას სიკვდილებ და მოვალ. არ მე სიკვდილებია ის გავუშვი რა ქვია. უვნებელი. რომელი საათი? 8:15. კარგა მოსაღამოვებულა. კი და პრინციპში ნელა ძლიერ დროა. აი მე ოღონდ ყველაფერი მორჩი მართლა აი. შემიძლია კაი გემრიელა დავიძინო, მაგრამ გამახსენდა რომ ვიდეო მაქვს ჩასაწერი დასამთავრებელი და გამახსენდა კიდე ის რომ უბრალოდ დაიცადე ესავანთე შუქი მიყვარს. უბრალოდ ინტერნეტში ვნახე რომ სერიალს რომელსაც ვუყურებ ზომბებზე და ეგეთ რაღაცებს გარედან ასე ქვია. ხო და ეგ დაიდო ეგ სერიაო ერთი ცალიო. ხო და ეხლა მე წამოწევი და ვუყურებ. ის ხალათი გავარეცხე. და მე გამახსენდა რომ ვიდეოც ბოლომდე არ ჩამიწერია. ესე იგი წერა ხო გავვარდი რასაც ქვია და ის იყო გავდიოდი და მარშრუტკაც მიდიოდა რა და ხელი გაუქმდი.
ხო და ერთი პირობა დავაპირე რომ გავიქცებეთ იქ და მე დავატორმოზე რომ არსა დაკარგო ბავშვი ვიფიქრე სადმე გაგვარდეს ხო და გამიჩერა ამ კაცმა დამელო და ერთი წამი მინდო და იქ მისვლა აი ესე გავასწარი რომ იტყვიან მივედი სკოლაში წარმოდგენა შევიქმენი თუ რა უნდა ყოფილიყო მშობელს გამოვართვი ჩანაწერი თუ რაც იყო ის რა არის მერე უნდა იყოს რაღაცა და დაახლოებით სადღაც 40 წუთამდე გადავიღე რაღაცეები რა და რომ მოვედი ნუ ჯერ ჩემები იყვნენ მოსულები სტუმრიანობა მყავდა ხო და ეხა ისინიც რომ მოვალაგე და რაღაცა მინდოდა რომ ზოგადად ეს რაღაცას რომ ვიღებ ხოლმე იმ დღესვე თუ არ გავაკეთე მეორე დღეს მე მიჭირს და რატომ მიჭირს მავიწყდება იქ რა იყო სიტყვაზე რა უნდა ამოვჭრა რა უნდა ისავქნა ის ანუ ორიენტირებული იმ დღეს რაზეც ვარ იმ დღესვე უნდა გავაკეთო რომ ხარისხიანი გამოვიდეს ამიტომ ეხლა დავჯექი თან დავისვენე და გავაკეთე ვიდეო ავტვირთე კიდეც Facebook-ზე, ვისაც გენდომებათ ნახეთ იქ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ავტვირთავ YouTube-ზე, დაბლოკების მეშინია და საჭივრების ყველაზე ძალიან და ვისაც სურვილი გაქვს ნახოთ, გადაავლოთ პატარების შემოქმედებას თვალი, ჩემს Facebook გვერდზე დევს და ნახეთ. ძალიან საყვარლები იყვნენ, პატრიოტულ თემაზე ჰქონდათ გაკეთებული დადგმა, სპექტაკლი, გამოსაშვები იყო მეოთხე A კლასის და რა ვისი ამოვნე მოკლედ გაკეთების პროცესშიც კი. ეხლა ძალიან დიდი იმედი მაქვს. დავდე თუ არა Facebook-ზე მელოდებოდნენ მშობლები და დაიწყეს გაზიარება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათი ნდობა გავამართლე. მართლა კარგი იყო. ძალიან კარგი იყო. აი ასე. სხვა დღეს ისეთი არაფერი არ ხდება. მართლა კარგად არაუშავდა ვიშრომი მიუხედავად იმისა, რომ გარეთაც ვიყავი გასული და სტუმრებიც ყავდნენ, მაინც ბევრი რამე მოვასწარი სახლში, საქმე ნუ ბარბარეც დამეხმარა რა თქმა უნდა. ოთახები და მტვერი ბარბარესი იყო და დანარჩენი ჩემი. დაბლა. მოვიხსნი ამას თორე შეკრულებული მქონდა დღეში. ამ დღეებში მოვილაპარაკებთ მოკლედ მე ლაშა იოანე წავალთ ბაზრობაზე. თან რაღაცებს ვიყითი საუთოებელი მაგიდის შეცვლა ხო მინდა. ხო და იქნები მის ხათრით მაინც დავაუთო. და რაღაცებს ყიდო მინდა თან პარალელურად ბანკეტისთვის მინდა ვიყიდო ფეხზე. და იოანეს უნდა ვუყიდოთ ბანკეტისთვის რამე არ ვიცი რასიც. მე შარვალ კოსტუმი არ ამგონი, იმიტომ რომ უაზრობად მიმარჩნია კოსტუმის ახლა ყიდვა, რომ ოდესმე იქნებ ჩაიცვას. სრულად ახალი კოსტუმი აქვს. მაინც დასწრება და არ ჩაიცმევს. ფიქრობ, რომ შარვალი და საროჭკა რაღაცას იყიდის მსგავს რა, რამე ლამაზ კლასიკურს და ისე. და ფეხზე. ხო და ეგ ერთად მინდა წავიდეთ, რომ აი ესეთი რაღაცებიც რომ აქ საყიდელი აიკიდებენ და წამოიღებენ ბიჭები. ნუ კამოცაც ვიყიდი რა თქმა უნდა, უბრალოდ ერთ წასვლაზე არ ამგონია ყველაფერი ეგ მოვასწრო. ვიცი რა მინდა, წეღან მეძებდი. არ ვიცი რატომ ეხო საერთოდ ძველებური ნივთების მიმართ ძალიან ესეთი დამოკიდებულება მაქვს და წეღან Facebook-ზე ვეძებდი ძველებურ კალიასკები როა აი 90-იანი წლების დიდ ბორბლებით რო ხო იცი ესეთი ძველებურები და მინდოდა რომ სურათი მეპოვნა მაგისი რომ დამედო Facebook-ზე და მეკითხა ვინმე ხუარ აქ ვინმე ხუარ ყიდის ახლები მაქვს დასაწოლები არა მაქვს ახლები მაქვს აი დასაჯდომი და ერთი არის მარტო დასაჯდომი აი ძალიან უბრალოები რო ხო იცი რომ დაკეცავ აი მიდებ კუთხეში რაღაც ეგეთი ერთი მაქვს დასაჯდომია და უბრალოდ მისაყუდებელი და აი ხო ხვდებით რომ აი ძველებურია დიდი ბორბლებით როა და მარტო საწოლი რო მაგისი ყიდვა მინდა ოღონდ ძველებურის თორე ახლები ვიცი რომ ბევრი აი იმინა ძველებურის მინდა ვერ ვიპოვე ინტერნეტში ფოტო რომ მსგავსი დამედო Facebook-ზე და თან პოსტი დამეწერა და ისე პოსტი დაწერა კიდე არ მინდა
ნეტა მეთქი ვინმე სხვა რა აქვს, რომ ანუ ყიდვით ვიყიდი, რა თქმა უნდა. და ხელს შევავლებ და განვაახლებ და იმის, აი, ახლა მართლა არ მინდა ახალი, თორე რა უნდა ყიდეს, წავალ ვიყიდი. აი, პატარები საერთოდ არ ამყავდნენ, რომ აი ამ კალიასკის ისა მქონდა ეგრეთ წოდებული მუღამი, რომ რატომღაც სახში ყოფილიყო. ძალიან მომწონს. და ეხლა თან რომ აგვისტოს სიტუაცია არის და სიცხე უნდა იყოს და ხან დაბლა მომიწევს ყოფნა, ხან იქით, ხან აქეთ, ხშირ შემთხვევაში მარტოკაც შეიძლება ვიყო და ელემენტარული ზემოთქვეშ ვერ ვიყო და ვირბენ და სადაც მეყოლება, სადაც საქმე მექნება, პატარაც იქვე მეყოლება. ხო და აი სამაგისოთ აი რა ვიცი, მისწრება რა და იქნებ მეთქი ვიშოუ და ვინმეს თუ გაქვთ ან ისა სურათი რა, სურათი თუ გაქვთ, მესენჯერში ჩამიგდეთ, გეხოცები, აი ძველებური სტილის კალიასკა მინდა. მაგისი სურათი მინდა, რომ Facebook-ზე დავდო. ეხლა რომ Facebook-ზე დავწერო, რომ ვინმეს კალიასკა ხო არა გაქვთ ვიყიდი, ვერ მიხვდებია რა მინდა. აი ეს მინდა 14 დავხსენებს და ვერ აი ესე Google-ი გადავქეკე, Pinterest-ი გადავქეკე, ვერ ავნახე. ანუ არასწორად წერ, ხან რა დავწერე, ხან რა ხარა და ვერაფრით ვერ ვიპოვე. ხო და ვინმე სურათი თუ მოგეპოვებათ, ვინც მიხვდით რაზეც ვამბობ, აი ძველებური დიდ ბორბლიანი 4 დიდი ბორბალი რო კალიასკა, აი ეგეთი. ხელი შესავლებიც რო იყოს, მაინც. განვაახლებ ჩემებურად, მაგრამ მინდა რომ აი ის იყოს, იმ დროისა იყოს. რატო არ ჩაციკლული მაგაზი არ ვიცი, მაგრამ მინდა ძალიან. აჰა, ერთ სიტყვით და ორი გაგებით ხალხნო, ესეც დღევანდელი დღე. ზაფხულის პირველი დღე, პირველი თვის პირველი დღე, მართალია ხალათებით ვიყავარ, ეხა მაგრამ აი იცი როგორი ამინდი იყო, გაზაფხულის პირველ დღესა გავდა. თბილოდა, მაგრამ არა თბილოდა. აი საშუალო დრო უნდა გეცვას რა, იქ სიტუაცია იყო. მაგრამ კაი იყო, ესეთი ამინდები მიყვარს, მე იცით. ეხა წავალ. ცოტა ხანი წამოვწვევი, სავარაუდოდ ამომქრება. იმიტომ რომ აი მართლა 2 დღის გუშინ წინ წვეთი არ დამიძინია და გუში ხოს რაღაცა უცნაურად მეძინა და სანამ ეხა ჩემ კუჩს გაახსენებია რომ სიმჟავის დრო გაქვს შეენო, უარ დავიძინო მეთქი. თქვენ რა სიტყვით. აი ასე. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღე მეზარებოდა რომ უნდა სკოლაში წავსულიყავი, კარგად ჩაიარა მშვენივრად ხალისიანად და აი ტვირთი მოიხსენი მხრებიდან რომ უკვე გავამზადე, დავამონტაჟე და დავდე და გავუშვი სოციალურ ქსელში. ნუ რა თქმა უნდა კომპიუტერში მაქვს შენახული, რომ გადაწერა გავაკეთო და მოახერხო მშობლებმა საკუთარ ფლეშკებში გადაწერა, მაქვს ამაგისოთაც ეგ გამზადებული. ძალიან ყვაყოფილი ვარ დღევანდელი დღის და აბა ეხა წავედი და ხვალამდე დაგემშვიდობებით. აბა ჰე და აბა ხო. მადლობა მოლოცვებისთვის და კიდევ და კიდევ არ მომბეზრდება ამის თქმა, გაიხარეთ თქვენ. აბა ჰე, ხვალამდე ყავაზე შევხვდებით ერთმანეთს.